Რამდენი უსახლკარო მოქალაქეა საქართველოში და როგორია მიუსაფართა ოფიციალური სტატისტიკა. ზუსტი რიცხვები უცნობია. ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს აღრიცხავს და ეხმარება. სახელმწიფოს უსახლკაროთა დასახმარებლად ერთიანი პოლიტიკაც შემუშავებული არ აქვს. იმ ადამიანებს, რომლებსაც არც სახლი და არც სოციალური დახმარება აქვთ, მოსკოვის გამზირზე გაშლილ კარვებში იფარებენ. აქ 200-მდე მუდმივი მაცხოვრებელია, თუმცა სამედიცინო პუნქტში 1600 პირია აღრიცხული. ერთი თვის განმავლობაში თავშესაფრის თანამშრომლების მიმართ ბევრი პრეტენზია გამოითქვა. გარდაიცვალა მძიმედ დაშავებული რამდენიმე ადამიანი. ეკაადეიშვილი იმყოფებოდა მოსკოვის გამზირის კარვებში. ნომერ 12 კარავში 11 უსახლკარო ათევს ღამეს. თბება, იკვებება და სამედიცინო დახმარებას იღებს. ვაჟა პაპა გასული წლის 12 დეკემბრამდე ვაკის პარკში ცხოვრობდა. საკუთარი ბინა არასდროს ჰქონია. 23 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. 13 წელი როსტოვი თბილისის რეისზე ვაგონ რესტორნის მზარეული იყო. კიდევ 10 წელი თბილისში სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობდა. დღეს მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობს. ერთგან მიველი კალონკაზე და დამიწუნა, მე ვთხარი, დამიბარა, საათ ნახევარი მელაპარაკა და მე წლოვანობა რო შემეკითხა, რო უთხარი, 56 სავარაუდოდ მე 17-ში. რა სამობო? ამ კარავში სრული სიმშვიდე და იდილია. ბენეფიციარების ისუფთავის და სითბოს შენარჩუნებისთვის მორიგეობასაც იცავენ. აი თუ ხედავთ თქვენ აქ რამეს არტისარია შეხედე, ის თვითონ უნდა ქონდეს იმას შეგნება, ვინც აცხოვრობს იმ ბინაში თავისთავად, სადაც არის გაზრდილი ისა, ის იგივე დარჩება. იმას არაფრით არის კარავი არ უშვენს. კელიგზესკე ვაგზალები მანდვეგდე. ქუჩაში ვიყავი. არც რა ადგილია რა. გოგოლის გმურათაც ვდახან. წეროში ყვანა დებიცად ვიმცა სასარყვანო სულმან კახნიაშვილები, გიუნაშვილები და გიგაურები. სადამნა იყო ჩემდასთან. აი ეს თქო შეგინახავს ორით. აუდელეთ წამოვლი კიდე. თავშესაფარი ერთი თვის წინ ძლიერი ყინვების დროს უმოკლეს დროში მოეწყო. შეიქმნა უწყებათა შორისი სამუშაო ჯგუფი. ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო. კარვებით, ღუმელებით, საწოლებით, მატრასებითა და პლედებით უსახლკაროებით თავდაცვის სამინისტრომ მოამარაგა. ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის გაყვანის პრობლემა მოაგვარა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში იცავს. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს. რეგიონალური განვითარების სამინისტრო კი მთლიანად თავშესაფრის ადმინისტრირებას ახორციელებს. უზრუნველყოფას ვახდენთ შეშეცმორაგებით, უზრუნველყოფილია კვება, უზრუნველყოფილია დასაცვები, უზრუნველყოფილია აბანოების მოწყობა მოვახდინეთ. ფეჩის ანთება, შეშის მიტანა, ნებისმიერი დახმარება რაც ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერს ვეხმარები და სამ დღეში ერთხელ ვართ მორიგეები. თავშესაფარს და მის ბინადრებს კათარზისის თანამშრომლები უვლიან. კვება და როგორც ტერიტორიის, ასევე ბენეფიციართა ჰიგიენური ნორმების დაცვა მათი მოვალეობა. მდგომარეობა ზოგადად სტაბილურია, ვთქვათ, ვამყარებთ ბენეფიციარებთან ნორმალურ ურთიერთობას. აქ არის ყველანაირი კატეგორიის ადამიანი. ალბათ ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი გამოხატავს უკმაყოფილებას. ჩვენ მათივე მოთხოვნების შესაბამისად ვცდილობთ მივიღოთ ზომები აღმოფხრათ ის ნაკლოვანება, რასაც თვითონ საჭიროდ ათვლიან თუ შესაძლებელია ცხადია. შპს ქურთას სამედიცინო პერსონალი უსახლკაროებზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი უმეტესობა მადლიერია, არიან ისეთებიც, რომლებსაც გარკვეული პრეტენზიები გააჩნიათ, თუმცა ამაზე ღიად საუბარს ერიდებიან. საკვებიც კარგი არის, სითბოც კარგი არის, ექიმებიც კარგი არის. ესეც კარგი არის, რომ გვიცავენ პატროლის კიდე. და ყველაფერი მაყოფილია რაკა.
დღეის მონაცემებით 19 კარავში 200-მდე ადამიანი ათევს ღამეს. მათი აღრიცხვა ყოველ ღამით ხდება. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ, მძიმე და ჯერ კიდევ გაურკვეველი დაავადებებია. კარვების გაშლიდან დღემდე თავშესაფარში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ორივეს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. დღეს უკვე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი დამატებით. მობილიზებულია სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მიიღებენ როგორც ამბულატორიული სამედიცინო გასინჯვები, დიაგნოსტიკა და ასე შემდეგ манипуляციებისთვის ამ შეჭირებულ მოქალაქეებს. კარგად გვექცევიან, გვაჭმევენ და გვაცმენ. სისუფთავე ძალიან არის. მოვლა და ახალგაზრდა გოგოები ისე გვივლიან, რომ ჩვენი შვილები არ გვივლიან ისე როგორც ესენი. დიდი მადლობელი ვარ. 10 საათზე გარდაიცვალა. ეგა გადმოიყვანეს 30-ში ფსიქიატრიდან. არ ვიცი რა აწუხებდა, მოჩვენებები ქონა, არ საჭამდა, არ სასვამდა. აქ მცხოვრებთათვის საკვები დღეში 2-ჯერ მოაქვთ. დილის საუზმე, სადაც ჩაი, კაკაო, ფუნთუშა, მოხარშული კვერცხი, კარაქი და მურაბა შედის. და ვახშამი, სადაც ბენეფიციარები ცხელი კერძით, გარნირით და სალათით იკვებებიან. კარვებში ღამის საათებში მობინადრეებს ალკოჰოლური სასმელი დაუკითხავად შეაქვთ. ამბობენ, რომ ხშირად ისინი დამხმარე პერსონალის მიმართ აგრესიულებიც არიან. ყველა უწყება კი, რომელიც ამ პროექტშია ჩართული, ცდილობს ბენეფიციარების პრობლემები კარგად შეისწავლოს. თუმცა მათ წარმომადგენლებს საკმაოდ მძიმე კონტინგენტთან უწევთ მუშაობა.